მოგესალმებით რადიო პალიტისა და პალიტატივის ეთერშია ყველაზე საქმიანი გადაცემა. თქვენ უსმენთ და უყურებთ საქმეს მეორე გიორგი კალანდაძე. დღეს საქმე წარმოგიდგენს საპენსიო რეფორმა საქართველოში რა მოდელის დანერგვაზე მუშაობენ მთავრობაში, თუმცა სანამ ჩვენი გადაცემის მთავარ თემაზე გადავალდა სტუმარს პირველ შეკითხვას დაუსვამდე, ჩვენ მოვისმენთ ბიზნესსა და ეკონომიკის სიახლეებს მოკლედ ჩემი კოლეგისაგან ემატ უხიაშვილისგან, რომელიც ბიზნეს პრეს ნიუსის სტუდიიდან გაგვასწრებს ყოველივე ამას. ემა მოგესალმები, გავრცელებული ინფორმაციით ბანკებს არაპროფილური ბიზნესის წარმოება შეეზღუდება, თუ შეიძლება უფრო მეტი მოგვიყევი ამის შესახებ, ეს ძალიან აქტუალური თემაა და ეხება არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ფართო საზოგადოებას. მოგესალმები გიორგი, მე ვფიქრობ, რომ ეს თემა მომავალში კიდევ უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს. ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო ხშირად გვესმოდა იმის შესახებ, ქონდა თუ არა ბანკებს უფლება, რომ არაპროფილური საქმიანობა ეწარმოებინათ. ვიცით, რომ რამდენიმე ბანკი ქვეყანაში აწარმოებდა, ქონდა ბიზნესი დაზღვევის სექტორში, ქონდა ბიზნესი სამშენებლო სექტორში. სხვათა შორის ცოტა ხნის წინ, ასე ვთქვათ, სემინარი გამართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ეკონომიკასა და ბიზნესში მუშაობენ. სწორედ ამ სემინარზე დაანონსა მან, რომ ცოტა ხანში საკმაოდ საინტერესო განცხადებას გააკეთებდა, რომელიც შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ექსპერტულ წრეებში მსჯელობის საგანიც გამხდარიყო. ანუ ჩვენ ველოდით ასეთ განცხადებას და დეველოპერებთან შეხვედრის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაანონსა, რომ მიდის მუშაობა რეგულაციებზე, რომლის მიხედვითაც მოხდება, ასე ვთქვათ, კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვა. საზედამხედველო დირექტივები შეიქმნება მოთამაშეებთან დაკავშირებით. აქ საუბარია არა მხოლოდ დეველოპერულ საქმიანობაზე, არამედ სხვა არაპროფილურ ბიზნესზეც. ბუნებრივია, ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება უკვე მოყვა. ზურაბ გვასალიამ, საბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება. თუმცა ის კომერციული ბანკებისთვის ამ შეზღუდვის დაწესების შემდეგ სარისკოს ვერაფერს ხედავს. პირიქით ამბობს, რომ ამით ვითარება ბაზარზე კიდევ უფრო გაუმჯობესდება და კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდება. როგორც ის ამბობს, ამ შემთხვევაში აქცენტი მაინც კეთდებოდა საქართველოს ბანკის დეველოპერებულ კომპანია M კვადრატზე. ზურაბ გვასალიას თქმით, M კვადრატს ზოგადად დეველოპერულ ბიზნესში მხოლოდ 3% უჭირავს. შესაბამისად, ასეთი წილობრივი მონაწილეობით ეს კომპანია მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, სურათს ვერ ქმნის კონკურენციის თვალსაზრისით სხვა და საშიშროებას ვერ ქმნის სხვა კონკურენტებისთვის. ბუნებრივია, გააკეთეს კომენტარები თავად საბანკო სექტორის, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა, როგორც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური ამბობს, ასეთი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ სტრუქტურის გადაწყობა მოხდება. ბუნებრივია, ეს შეზღუდვა არ უკრძალავს ბანკის აქციონერებს, რომ სხვა ბიზნესიც აწარმოონ, უბრალოდ არ უნდა მოხდეს მოსახლეობის მიერ განხორციელებული შენატანების დეპოზიტზე დადებული თანხების გამოყენება ბანკების მიერ სხვა არაპროფილური ბიზნესის წარმოებისთვის. თუმცა, როგორც სამშენებლო კომპანიის დეველოპერები აღნიშნავენ, ეს ასე ვთქვათ, ასეთი თავისუფალი მოქმედება ბანკებისთვის და წარმოება სხვადასხვა ბიზნესებისა მათთვის გარკვეულ საშიშროებას მაინც ქმნიდა. ისინი ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი ბანკებს განიხილავდნენ არა როგორც პარტნიორებს, არამედ როგორც კონკურენტებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ბანკებს ჩამოსცილდებათ ასეთი საქმიანობის წარმოების უფლება, მაშინ ბანკები მათთვის პარტნიორები გახდებიან და არა კონკურენტები. ემა, სანამ სხვა თემაზე გადავიდოდეთ, თუ დააკონკრეტა ბატონმა ქადაგიძემ გარდა თქვათ დეველოპერული ბიზნესისა, სამშენებლო ბიზნესისა, კიდევ რა შეიძლება ჩაითვალოს არაპროფილურ აქტივად? ნებისმიერი სხვა პროფილის ბიზნესი, გიორგი, როგორც ის ამბობს, თუმცა მე როგორც გითხარი, ჯერჯერობით მიდის მუშაობა ამ რეგულაციებზე და ოქტომბრის ბოლოს კიდევ უფრო ბევრი საინტერესო დეტალი გახდება, თუმცა წინასწარ როგორც ითქვა, ნებისმიერი სხვა არაპროფილური საქმიანობა, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც დამახასიათებელია ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ალბათ ჩაითვლება არაპროფილურ საქმიანობას და ამ საქმიანობაში შეზღუდულები იქნებიან კომერციული ბანკები.
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი და ინფორმაცია ბიზნესისთვის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოდის ინიციატივით, რომ სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესისთვის სალიცენზიო სპეციალური ლიცენზიების შემოღება იყოს დაწესებული. თუმცა ეს მხოლოდ ჯერ იდეის დონეზეა და ამაზე მუშაობა მიდის. ანუ ჩვენ ვიცით, რომ იმისათვის, რომ სარესტორნო და ტურისტული ბიზნესი აწარმოო, სპეციალური ლიცენზია არ გჭირდება, თუმცა შემდეგში უკვე როცა ამოქმედებ ამ ბიზნესს, ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს მომხმარებელში არასათანადო სერვისის შეთავაზება. სწორედ აი ამისათვის, რომ გარდამავალი პერიოდი რაც შეიძლება მსუბუქი იყოს და ჩვენ მანამ სანამ ლიცენზირებამდე მივალთ, მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ ბიზნესის ეს სექტორი და ის მომსახურება და სერვისები, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, მაქსიმალურად დაუახლოვოთ თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა იდუმალი ვიზიტორის, იდუმალი სტუმრის, ასე ვთქვათ, ცნება შემოიღო. უკვე განახორციელა ეს პროექტი, ჩაშვებულია მოქმედებაშია და ძალიან ბევრ მათივე მითითებით ძალიან ბევრ სასტუმროსა და რესტორანს სწორედ ასეთი იდუმალი სტუმრები სტუმრობენ, ხოლო იქ აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ რეკომენდაციის სახით და არა რაღაცა სადამსჯელო ღონისძიების ხასიათი ამას არ აქვს. შემდეგ უკვე კონკრეტულ დაწესებულებას ეცნობება ხოლმე იმისათვის, რომ მათ აღმოფხრან ასეთი ლაფსუსები შეიძლება ითქვას მათ საქმიანობაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ისინი წლიდან წლამდე პერიოდულად სულ ახორციელებენ სხვადასხვა ტრეინინგებს იმისათვის, რომ სულ უფრო დახვეწილი იყოს სერვისი და მომსახურება ასეთი პროფილის ბიზნესში და იმისთვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღონ საკუთარი საქმიანობიდან, სწორედ გადაწყვიტეს, რომ ასეთი ინსტიტუტი დაენერგათ. ფიქრობ, რომ ეს ყურადსაღები უნდა იყოს ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისთვის, ასე რომ ნებისმიერი სტუმარი, რომელიც თქვენთან სასტუმროში ან რესტორანში შემოვა, შეიძლება სწორედ ამ პროგრამით გათვალისწინებული იდუმალი სტუმარი იყოს. თუმცა აქ აუცილებელია გაიყოს ორ საკითხად, იმიტომ რომ ერთია ეს, რომ თუ შეიძლება იდუმალმა სტუმარმა აღმოაჩინოს სანიტარო ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ან სურსაეცნიერების ნორმების დარღვევა, ასეთ საკითხები აუცილებლად უნდა ამ თაობაზე აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, რაც შეეხება ზოგადად სტანდარტი, ესეთი სტანდარტი ტურიზმში ჯერ არ არსებობს, ანუ აქედან გამომდინარე თუ არ ირღვევა ეს ნორმები, რაც კანონით არის დადგენილი, მე მგონი ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ სადაც უფრო ნაკლებად გვემსახურებიან, შეიძლება იქ აღარ მივიდეთ, ან ბოლოს ბაზარი დიდია და არის სხვა მოთამაშე. არა, ბუნებრივია მომხმარებელს აქვს არჩევანის საშუალება, მაგრამ მე აბსოლუტურად მესმის ამ შემთხვევაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ისეთი საღი მიდგომაა ამ შემთხვევაში სერვისის გაუმჯობესებისთვის. მე აღვნიშნე კიდეც, რომ ამას არ აქვს არანაირი სადამსჯელო ღონისძიების ხასიათი, ეს არის უბრალოდ რეკომენდაცია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი სანიტარო-ჰიგიენური ნორმების დარღვევას აღმოაჩენს, ის ბუნებრივია ჯერ მიმართავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს, ხოლო შესაბამისი რეაგირებისთვის უკვე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სულსათესოვნებლობის სამსახურსაც მიმართავს. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სტატისტიკა, რომელიც ყურადსაღები უნდა იყოს მოქმედი ხელისუფლებისთვის, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. UNICEF-ის კვლევის თანახმად გასულ წელს საქართველოს მოსახლეობის 4% და ბავშვთა 6% სიღარიბეში ცხოვრობდა. ძალიან საინტერესოა, რომ ზოგადად ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესების ამ სტატისტიკაც ხატყობს, მოგეხსენება გიორგი და სიღარიბის მაჩვენებლის ზოგადი კლების ფონზე ბავშვთა ეროვნული სიღარიბე 25-დან 27%-მდე გაიზარდა. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამართა UNICEF-ის წარმომადგენელმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან, სწორედ იქ გააცნო მან ეს მონაცემები. აქვე აღინიშნა, რომ მიუხედავად ძალიან დადებითი ტენდენციისა მთელი გასული წლის განმავლობაში, რომ გაიზარდა ზოგადი საშუალო შემოსავალი, გაიზარდა საშუალო სტატისტიკური ქართველის ასევე ხარჯები, გაიზარდა როგორც ვიცით პენსია, გაორმაგდა ფაქტობრივად სოციალური დახმარება. ძალიან ბევრი ბავშვიანი ოჯახი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, ამ დახმარებას ვერ იღებს, ანუ მან შეადარა მონაცემები, ესე იგი ბავშვის გარეშე უბავშვო ოჯახების სოციალური ზღვარს მიღმა მყოფი უბავშვო ოჯახებისა და ბავშვიანი ოჯახების და აღნიშნა, რომ იმის ოჯახები, რომლებიც სოციალურ ზღვარს მიღმა იმყოფებიან და ასევე მათ ოჯახში ბავშვია, გაცილებით ნაკლებ დახმარებას იღებენ სოციალური შემწეობის სახით,
ვიდრე ის ოჯახები, რომელშიც ბავშვი არ იზრდება. ასეთი რეკომენდაციაც გაუწია მათ, რომ ისათვის რომ გათანაბრდეს ქვეყანაში ბავშვებსა და მოსახლეობის შორის სიღარიბის მაჩვენებელი, აუცილებელია რომ ფულადი დანამატი ოჯახებში თითოეულ ბავშვზე გაიცეს. UNICEF-მა დაითვალა კიდეც ეს მონაცემები და იმისათვის რომ გათანაბრდეს ეს მდგომარეობა და ასე ვთქვათ თანაბარი რაოდენობა მივიღოთ ქვეყანაში ღარიბი ბავშვებისა და ღარიბი მოსახლეობის, თვეში დაახლოებით 5 მილიონი ლარი არის საჭირო. გიორგი. დიდი მადლობა, ეს იყო ემატ უხიაშვილი Business Press News-ის სტუდიიდან და მთავარი თემა ჩვენ დღეს მთავარ თემად შემოგთავაზებთ საპენსიო რეფორმას და იმ მუშაობას, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება. დღეისთვის საქართველოში არის სოლიდარულ პრინციპზე დაფუძნებული საპენსიო სქემა, ანუ საპენსიო ასაკს მიღწეული მოსახლეობა იღებს პენსიას ბიუჯეტში მობილიზებული გადასახადისგან. თუმცა რეფორმა გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებას, თუ რას გულისხმობს უფრო დეტალურად ეს, ამას უკვე ჩვენი დღევანდელი სტუმარი გვეტყვის, წარმოგიდგენთ ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის ჯგუფის ხელმძღვანელს სოთარ ძიძიგაშვილს, მოგესალმებით თოთარ. დიდი მადლობა და თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ფიქრობ რომ ბევრი დაგვირეკავს და გაინტერესდება თუ რას გულისხმობს ის სქემა, რომელზეც ამჟამად მიდის მუშაობა და ალბათ მას შემდეგ რაც იგი ამოქმედება, როგორ იქნება ჩვენი საპენსიო სისტემა მოქმედებაში, ესე ვთქვათ. თუ შეიძლება გაგვაცანით თავი არსი აი ამ რეფორმისა. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ამ თემის წამოწევა მოხდა და თქვათ აქცევთ პერიოდულად მნიშვნელობას თუ როგორ მიმდინარეობს საპენსიო რეფორმის პროცესი. ჩვენ სახელმწიფოს უნდა რომ დანერგოს ქვეყანაში კერძო დაგროვებითი სისტემა, ანუ არსებული სოციალური პენსია, ასე ვთქვათ, მას არაფერი არ ეხება, ის იარსებებს, ის იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც მიაღწევს საპენსიო ასაკს. ხოლო ამ რეფორმის ფარგლებში მოხდება ახალი ოფციის დანერგვა, ანუ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, ის მიიღებს მონაწილეობას კერძო დაგროვებით სისტემაში. მინდა განვაცხადო, რომ სოფლიოს აბსოლუტურად ყველა განვითარებული, მეტად განვითარებული თუ ნაკლებად განვითარებული ქვეყანა მსგავს პრინციპით ფუნქციონირებს. საპენსიო უზრუნველყოფა არ წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულებას, ერთია რომ სახელმწიფომ რა თქმა უნდა უზრუნველყოს მოქალაქეს სიბერეში გარკვეული შემოსავლით, ხოლო მეორე მხრივ ასევე სახელმწიფო ყველა ქვეყანაში აძლევს საშუალებას ადამიანს ცხოვრების განმავლობაში დააგროვოს, გადადოს გარკვეული თანხა და დაგეგმოს უფრო უზრუნველყოფილი სიბერე, ასე ვთქვათ. დღესდღეობით ჩვენთან არ არსებობს ეს სისტემა, ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ეს სისტემა დაინერგოს და რეალურად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს გააუმჯობესებს მომავალი თაობის საპენსიო უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა, ამ რეფორმის შედეგების შეგრძნება მოხდება, ვთქვათ, 20-25 წლის შემდეგ, ანუ ადამიანი ახალგაზრდა თაობა, ასე ვთქვათ, 50 წლის ქვევით, ვინც ვთქვათ, მიიღებს მონაწილეობას, რომ ადამიანი, რომელსაც ექნება 20-25 წლის დაგროვების საშუალება, ის უკვე იგრძნობს ამ შედეგს. ანუ მინდა განვაცხადო, რომ ეს არ არის რეფორმა, რომელიც შემოვა ძალაში და მაშინვე ვიგრძნობთ ამის ეფექტს, ანუ ამას სჭირდება გარკვეული დრო და მაგრამ ეს არის დასაწყები, ეს რომ სახელმწიფოს დაიწყო 10 წლის წინ, დღეს ამ 10 წელს მოვიგებდით, ასე ვთქვათ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 20 წლის წინ მოვიგებდით, როდესაც ქვეყნის არა, მე მგონი 20 ჩამოყალიბება დაიწყო, ესე ვთქვათ. 20 წლის წინ ვფიქრობ არ იქნებოდა მზად, იმიტომ რომ ბევრი სხვა პარამეტრების არსებობა ჭირდება იმისათვის, რომ აი სწორედ ამ საკითხზე ჩვენ ახლა ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ, იმიტომ რომ გავდივართ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით საპენსიო რეფორმაზე საუბრით, ასე რომ არ გადართოთ. ბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უსმენთ და უყურებთ საქმეს, მე ვარ გიორგი გალანდაძე, ჩვენ საუბრობთ საპენსიო რეფორმაზე და ამ რეფორმის ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ ძიძიგაშვილი არის ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. 2017-309, 2018-309, ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები, დაგვირეკეთ. ან დატოვეთ თქვენი შეკითხვები პალიტატივის ვებგვერდზე 3w.palitativi.g. თქვენ საუბრობდით თვითონ რეფორმის მნიშვნელობაზე, ესე ვთქვათ. და მივედით იმ საკითხზე, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელიც უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ შემდგომ უკვე დავიწყოთ ლაპარაკი უკვე სრულყოფილ საპენსიო რეფორმაზე, თუ შეიძლება უკვე ჩავიდეთ ცოტა სიღრმეში, ის რაც არ გამოჩნდება, მაგრამ რასაც უნდა ეფუძნებოდეს ეს გამართული საპენსიო სისტემა.
პირველ რიგში თუ შეიძლება კიდევ ერთი ორი დისკუსია ვიტყვი კერძო საპენსიო სისტემის მნიშვნელობაზე. თუ შევხედავთ სოფლიო პრაქტიკას, ნახულობთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში დაახლოებით საპენსიო უზრუნველყოფის დაახლოებით 70% მოდის კერძო დანაზაგვებზე, კერძო დაგროვებებზე, ხოლო სახელმწიფოს წილი არის მცირედი, დაახლოებით 30%-ის ფარგლებში. მეორე რაც ხაზგასმელია, რომ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა რეალურად, რომ მომავალმა პენსიონერებმა პენსია მიიღონ, ასე ვთქვათ, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. ამ შემთხვევაში ადამიანი რაც უფრო მეტხანს შრომობს, რაც უფრო მაღალი შემოსავალი აქვს და შემდეგ თავისი ყოველთვიური შემოსავალიდან რაღაც პროცენტს გადარიცხავს ამ ფონდში, შესაბამისად უფრო დიდ შემოსავალს მიიღებს. ამიტომ ხშირად როდესაც საუბრობენ, რომ არ არსებობს და უნდა იარსებოს, მე ვფიქრობ, რომ კერძო დაგროვებითი სისტემა არის ზუსტად ის სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პენსიონერებს ჰქონდეთ პენსია სტაჟსა და დამსახურების მიხედვით. რაც შეეხება თქვენ კითხვას, დიახ, ბევრი წინაპირობა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს სისტემა ამოქმედდეს და ამ სისტემამ, ასე ვთქვათ, წარმატებით იფუნქციონიროს. ერთ-ერთი ხაზგასმელი ფაქტორი არის ადგილობრივი საფინანსო ბაზრის განვითარება, რაზეც ეკონომიკის სამინისტროს ასევე იწყებს მუშაობას და დაწყებული აქვს მუშაობაც ამ მიმართულებით. ეს აქტივები რაც აკუმულირდება, უნდა ჩაიდოს ფასიან ქაღალდებში, სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტებში და შემდეგ ეს მიღებული შემოსავალი ისევ დაერიცხება მონაწილეებს. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საფინანსო ბაზარი არსებობდეს და მე ვფიქრობ, დაახლოებით 2 წელი, რასაც ვარაუდობთ, რომ შესაძლებელია სისტემა ამოქმედდეს, 2 წელი საკმარისი იქნება, რომ პარალელურ რეჟიმში საფინანსო ბაზრის განვითარებაც მოხდეს და ანუ ყოველ შემთხვევაში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგეს და მივიდეს საფინანსო ბაზარი იმ კონდიციამდე, რომ აკუმულირებული თანხების ინვესტიცია მოხდეს ქვეყნის შიგნით. ასევე აღსანიშნავია, რომ რაღაც ნაწილი თანხები ინვესტირება მოხდება უცხოეთში, საერთაშორისო საფინანსო ბაზრებში. ეს არის ერთის მხრივ ეს არის ძალიან დადებითი, იქიდან გამომდინარე, რომ კორელაცია მოხდება პენსიონერის საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ანუ კორელება იქნება საპენსიო შემოსავალი არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის შიგნით ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებში, არამედ მომავალი პენსიონერის პენსია დამოკიდებული იქნება გლობალურ მსოფლიო ეკონომიკას. ანუ მათი პენსიონერის თანხები მოხდება, თანხების ინვესტირების რაღაც მცირედი ნაწილი ინვესტირების მოხდება მსოფლიო ეკონომიკაში. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში შედარებით ნაკლები იქნება თავდაპირველად საფინანსო საინვესტიციო ინსტრუმენტები და შესაბამისად საერთაშორისო საფინანსო ბაზარი უფრო მეტ საშუალებას იძლევა ინვესტირებისათვის. ამის გარდა კიდევ არის ბევრი ნაბიჯები გადასადგმელი იმისათვის, რომ ეს სისტემა ამოქმედდეს, მაგალითად შესამუშავებელია კანონმდებლობა, შესამუშავებელია საგადასახადო კუთხით ბევრი რაღაცები იქნება შესასვლელი, ეს დეტალებს ამ გამოშვებაში არ ჩავხმავდები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ 2 წელი საკმაოდ საკმარისია იმისათვის, რომ მოხდეს ამ სისტემის დანერგვა. სმენელი არის ხაზზე, მოусმინოთ მას, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ. იცით, ასეთი შეკითხვა მაქვს, არის პირდაპირ ეხება თუ არა თქვენ თემას, მაგრამ რეგრესული თანხები ესეთი იყო ადრე, რომელიც მე მქონდა და მე შეგვიწყვეტეს 2008 წელში და ამის წინ ერთ-ერთ გადაცემაში მოვისმინე, რომ რაღაც ელისო ჩაფიძებ თქვა, რომ რეგრესული თანხების შესახებ რაღაცა გავაკეთეთო და ვერ გავიგე ამ თანხების შესახებ რამე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რამე მომავალში იქნება თუ როგორ არის, ხომ ვერ მეცეთ. დიდი მადლობა, რამდენიც მახსოვს კიდევ ერთი სატელეფონო ზარია. გამარჯობა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გაიჩია 2017-139, 2018-139 დაგვირეკეთ, ჩვენი სტუმარია ოთარ ძიძიგაშვილი, ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის ჯგუფის ხელმძღვანელი. უკაცრავად შეიძლება უპასუხო ქალბატონს, რაც შეეხება რეგრესულ თანხებს, ეს ამ რეფორმის ფარგლებში არ შედის, ამიტომ არ მაქვს მე იმის კომპეტენცია, როცა ამ საკითხზე ვისაუბრო. ნებისმიერ კითხვას შეგიძლიათ დამისვათ, თქვა, კერძო საპენსიო მიმართულებით ეს უფრო ისე თქვა ჩემი სამსახურის პროფილი არის. აი რა არის თქვენი აზრით მთავარი გამოწვევა საქართველოს სინამდვილეში, როდესაც საუბარია კერძო საპენსიო რეფორმაზე. აი თქვენ დაიწყეთ ამ რეფორმაზე მუშაობა და ალბათ შეისწავლეთ ყველა თქვა პლუსი, მინუსი და ამ შემდეგ. მთავარი გამოწვევა, რომელიც
თქვენ გექნებათ ამ გზაზე. პირველ რიგში მინდა თქვა, რომ ეს რეფორმა შეეხება, ეს იქნება, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობითი, ანუ ის სავალდებულო ამ დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არ იქნება სავალდებულო, ანუ ეს იქნება დაქირავებულზე, ანუ დასაქმებულზე მორგებული სისტემა, თუ დასაქმებულს აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს, ის მიიღებს მონაწილეობას, გადარიცხავს თანხას საპენსიო ფონდში, დამქირავებელიც გარკვეული წილად წაახალისებს და დაუმატებს, ასე ვთქვათ, დანამატის სახით გადარიცხავს და სახელმწიფოც წახალისების კუთხით ასევე დაუმატებს გარკვეულ თანხას. ანუ რეალურად შეიძლება ითქვას, რომ თვითონ ფინანსური мотивация არის ძალიან დიდი ადამიანისთვის, ვისაც ეს ესმის ფინანსები, რომ იხდება, რომ мотивация დიდი რომ მიიღოს მონაწილეობა, ზუსტად რა პროცენტი გადაირიცხება დასაქმებულის, დამქირავებლის და სახელმწიფოს მიერ ეს არის დათვლის პროცესში მიმდინარეობს და ამიტომ დღეს ამაზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. ერთ-ერთი პრობლემა რაც არის ის არის რომ ლეგალურად დასაქმებული მოსახლეობის წილი ჩვენს ეკონომიკაში არის შედარებით მცირე. უფრო მეტი არის თვითდასაქმებული, უფრო მეტი არის რა თქმა უნდა თვითდასაქმებული უმუშევარი და ასე ვთქვათ ადამიანი რომელიც სამუშაოს არაძლევს მათი წილი უფრო გაცილებით მეტია ვიდრე დასაქმებულების, ამიტომ რეალურად მონაწილეობის საშუალება სამწუხაროდ ყველას არ ექნება. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, ექნებათ მხოლოდ იმათ, ვინც არიან ლეგალურად დასაქმებული. მეორე გამოწვევა არის იგივე ისევ და ისევ საინვესტიციო ინსტრუმენტების არარსებობა და ამაზე როგორც ვთქვი, მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ მაინც ეს არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა. და მესამე მინდა აღნიშნო, რომ თვითონ გრძელვადიანად ამ ფონდების ისეთი ფონდების ჩამოყალიბება, რომლებიც მოახერხებენ გრძელვადიან ამ რესურსის დამანდებას, ესაც საკმაოდ ისეთი სამუშაო პროცესია და ისეთი მარტივი არ არის, მაგრამ საქართველოში არ არსებობს ამ ეტაპზე არანაირი საპენსიო ფონდი, ვითომ ცალკეულმა კომპანიებმა დაირქვეს, რომ იყვნენ საპენსიო ფონდები, მაგრამ რეალურად მათ ვერ შეასრულეს ეს ფუნქცია. გეთანხმებით ეს ფონდები 2000 წლების დასაწყისში. დიახ, ეს ფონდები რაც არსებობდა რეალურად მე ვერ დავარქმევ ამას ფონდებს, ეს უფრო იყო თანხების მართვის მენეჯმენტები, როგორც ასე ვთქვათ, asset management-ები, ინგლისურად რა ვთქვათ. რაც შეეხება ჩვენს ფონდს, ეს იქნება ისეთი სისტემა იქნება თვითონ ისეთი, რომელსაც შეიძლება დაერქვას საპენსიო ფონდი. ანუ თუ სისტემა არ ახალისებს საგადასახადო შეღავას არაძლევს მონაწილეს და ასევე სახელმწიფოც არ ეხმარება რაღაც პროცენტით, მაშინ არ შეიძლება რომ ესეთი სისტემას დაერქვას საპენსიო სისტემა. ამიტომაც ვიზახი რომ ის რაც არსებობდა მანამდე არ შეიძლება დაერქვას საპენსიო სისტემა. მსმენელები არიან ხაზზე, მოусმინოთ მას, გამარჯობა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. უკაცრავად, ეს ძალიან კარგი რაც მოვისმინეთ. მომავალი თაობისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ეს ისე მაინტერესებს დღევანდელ პენსიონერებს თუ მოუმატებენ პენსიას. დიდი მადლობა, კიდევ ერთი მსმენელი არის ხაზზე, გამარჯობა. ჯანეთ. გამარჯობა, ჯანეთ. მაინტერესებს პენსიონერები, რომლებიც არიან ძალიან გაჭირვებული და იღებენ წინასწარ პენსიას. ეს რატო უკავებენ? ხო შეიძლება რომ ეს მისი კუთვნილი პენსია აიღოს სრულად. თუნდაც წინასწარ ერთისას, ორისას იღებს და აქვს ამას რაღაცა დაკავება. დიდი მადლობა ქალბატონო, მაგრამ სამწუხაროდ ეს უკაცრავად ეს საკითხები არ არის ჩვენი ნაცების თავი თემის. თავი თემა, ესე ვთქვათ, არ მიეკუთვნება და უახლოს პერიოდში აუცილებლად ხოვთ რომ საპენსიო ფონდის წარმომადგენლები მოგზაურობენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და გასცემენ შემდგომ თქვენს კითხვებს პასუხს. მე ვინდა გაუწიოს, ანუ როგორ იქნება ამ ასეთი საპენსიო ფონდების ეს მენეჯმენტის ხო იქნება კერძო, ეს იქნება სახელმწიფო ჟენერალური, აი თქვათ ეს თუ არის განსაზღვრული, თქვათ. რა სქემაზე მუშაობთ? რეალურად ეს უნდა იყოს კერძო ფონდი, თავდაპირველად შეიქმნება რაღაც რაოდენობა ფონდების. მე ვფიქრობ, ალბათ უბრიანი იქნება რომ არსებობდეს მხოლოდ ორი ფონდი და მასში მონაწილეობას იღებდეს უცხოური გამოცდილი ფასიანი კაღალდების მართვის კომპანია. რა თქმა უნდა, მათ ექნებათ საშუალება რომ ადგილობრივად ფინანსური პარტნიორობით მოახდინონ აქტივების მართვა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ ეს იქნება აუცილებლად მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტი. მეორე მხრივ ეს სახელმწიფო არ უნდა განახორციელოს, როგორც აღნიშნე, ეს იქნება კერძო კერძო სექტორი უფრო კარგად მოახერხებს ამ ფასიანი აქტივების მართვას ვიდრე სახელმწიფო.
და ეს თანხები რაც გადაიწყება და აკუმულირდება, ეს იქნება თვითონ მონაწილის საკუთრება, ანუ ეს იქნება მათი ქონება. ამ ქონებას ვერავინ ვერ შეეხება. ვერც ასე ვთქვათ, სახელმწიფო ვერანაირად ვერ შეძლებს ამ თანხების მითვისებას, ანუ ეს იქნება მათ მონაწილეების და გარდაცვალების შემთხვევაშიც კი თავიდან თაობას გადაეცემა ეს აკუმულირებული თანხები. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს, არა მხოლოდ საპენსიო უზრუნველყოფაზე ფიქრობს, არამედ ოჯახიც არის გარკვეული რისკებიდან იქნება დაცული გარდაცვალების შემთხვევაში. ანუ გარკვეულწოდ მომავალი თაობისთვისაც შეიძლება ეს თანხები იყოს გამოყენებული. კი, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობით გადაეცემა ეს თანხები ოჯახის წევრს. გასაგებია. კიდევ ერთი კითხვა, თუმცა მანდის ფრენდებს შევხსენებ ტელეფონის ნომრებს 2017-139, 2018-139 დაგვირეკეთ და დაგვისვით შეკითხვები, რომელიც შეეხება უშუალოდ საპენსიო რეფორმას, რაც შეეხება პენსიის ოდენობას ამასთან დაკავშირებით. მოგვიანებით როგორც უკვე გითხარით, ჩვენ მოვიწვევთ შესაბამის სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც უფრო დეტალურად ისაუბრებენ ამ საკითხზე. კითხვა ასეთი მინდა გიკითხოთ, რომ გასაგებია ეს იქნება კერძო. აი მაინტერესებს, აი მაგალითად ჯგუფი ჩვენი საზოგადოებისა, როგორც არის თქვათ, მცირე და მიკრო ბიზნესი, ხო, მათაც იგივე ფერმერები, რომლებსაც არ აყავთ ესე ვთქვათ. დამქირავებელი. თვითონ ვერიან თავისი ბიზნესის პატრონები კი ამ ჯგუფს ჩვენ ვეძახით თვითდასაქმებულებს, მაგრამ რეალურად ხო ბევრი ადამიანი ამას აკრიტიკებს, რომ ეს არის მისი ბიზნესი. და მათაც ბუნებრივია შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ თავიანთი შემოსავლიდან გარკვეული ნაწილი გადარიცხონ ყოველთვიურად რაღაც გარკვეულ ფონდში, ესე ვთქვათ და მათაც უზრუნველყონ თავიანთი სიბერეებს. ამ ნაწილ ხალხის ამ ნაწილთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? რეალურად ის ხალხი ვის შეიძლება თვითდასაქმებულად სამწუხაროდ უმეტესობას თქვათ რაღაც შემოსავლით გააჩნია, მაგრამ ისინი არანაირ გადასახადს არ იხდიან. იმისაც რომ ადამიანი მონაწილე იყოს ამ სისტემის, ის უნდა იხდიდეს გადასახადს, იმიტომ რომ გადახდილი არსებული გადასახადიდან მას დაუბრუნდება გარკვეული თანხა. ამიტომ ვინც არაფერს არ იხდის, რეალურად მას ძნელია რომ დაუბრუნდეს, თუმცა ჩვენ დეპარტამენტი ასე მუშაობს, რომ აი ზუსტად მაგ მიმართულებით თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ რა შეიძლება მოხერხდეს თვითდასაქმებულებისთვის, როგორი პროდუქტი შევთავაზოთ, რომ მათაც გაუჩნდეთ ინტერესი, გაწევრიანდნენ ეკონომიკაში, გადაიხადონ გადასახადი და შესაბამისად ნახონ, რომ გადახდილი გადასახადებით რაღაც გარკვეულ მნიშვნელოვან ბენეფიტს იღებენ. ამიტომაც მათზეც მუშაობთ, მაგრამ რეალურად რო ვთქვათ, საკმაოდ რთულია ეს საკითხი. და ყველა ქვეყანაში მხოლოდ ის მონაწილე აქვს, ვინც იხდის გადასახადს. გასაგებია, ჩვენ ძალიან ცოტა დაგვჭირდა ახალგაზრდების დასრულებამდე 2017-139, 2018-139, ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები. მოსვლებს შეუძლია დაარეკონ და გასაგების ბოლომდე დასვან შეკითხვა. ამ ჩვენი მაყურებლები ხედავენ ეკრანზე ჩვენ ტელეფონის ნომრებს და იქნებ არის საკითხი, რომელიც არ დაგისვით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ გინდათ რომ ამის თაობაზე ჩვენ მსმენელებს მაყურებლებს მოვთხროთ. რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ რეფორმის ფარგლებში ასევე საუბრობთ მომავალ წელს დავიწყებთ გაცნობიერების კამპანიას, ანუ გვინდა რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს საპენსიო უზრუნველყოფის მნიშვნელობა. ყველა ქვეყანაში ნაადრევ ასაკში იწყება სიბერის დაგეგმვა და იმიტომ არის, როდესაც ხშირად გვესმის ამ ხედავთ უცხოელ ეს ტურისტი იქნება თუ ზოგადად საზღვარგარეთ, რომ მათ ბევრად უფრო ბედნიერი სიბერი აქვთ, ვიდრე ჩვენს პენსიონერებს. საქართველოს ყოველ შემთხვევაში ვინ ჩამოდის, ესენი ძირითადად არიან ხოლმე ეს მოხუცი ბებოები და პაპები, ესე ვთქვათ. ბევრ ქვეყანაში ისინი წარმოადგენენ ტურისტების დიდ სეგმენტს. და ზუსტად ამიტომ არის, რომ ისინი თავის ცხოვრების უზრუნველყოფის სიბერის დაწყებას იწყებენ ახალგაზრდობაში. ამიტომაც მინდა რომ მოუწოდო ახალგაზრდებს, როდესაც ეს სისტემა გაეშვება, მაქსიმალურად გულისხმიერად მოეკიდნონ და მიიღონ მონაწილეობა და ეს თქვათ გარანტიას ვაძლევ, რომ ბევრად უფრო კმაყოფილები იქნებიან, ვიდრე მას შემდეგ რაც თქვათ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას. და ორი ზარია, თუ შეიძლება ძალიან მოკლედ თქვენი კითხვები, რომ ბატონო თორმა მოასწროს მათზე პასუხის გაცემა. მოგესალმებით, პროდუქტი სამწუხაროდ ძალიან გეთმით ჩემი ხმა. დიახ. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ აი ჩვენ სწორედ თქვენი გაცემის საპენსიო თემასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები, მაგრამ ამ ეტაპზე აი ცოტა გვიჩვენეთ და ძალიან საინტერესო წამოწყებაა და
პირველ რიგში მაინტერესებს როდის ჩაერთვება ეს, ანუ როდის დაიქოქება ეს საქმე. ეს ერთი. და მე ახალგაზრდები ახსენებენ, და ანუ რა ასაკიდან დასაქმებულებს შეიძლებათ თავისი ამ საპენსიო ფონდის შექმნა და წარმოქმნა, ანუ გულისხმობ რა ასაკიდან შეიძლებათ მათ ჩართვა თავისი ასე ვთქვათ უზრუნველყოფილი მომავლისთვის. დიდი მადლობა, კიდევ ერთი ზარია, მასაც მოვუწევთ თუ შეიძლება ძალიან მოკლედ. გისალმებით. შეკითხვა მაქვს ასეთი, ადრე იყო რომ გათვალისწინებული იყო რადიაციაზე მომუშავეების ხამქიმიკატებზე, ეხლა თუ არის? ქალბატონო, თქვენთან დაკავშირებთაც ჩვენ მომავალში მოვიწევთ აუცილებლად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და ძალიან ვთქვათ მაშინ დაარეკოთ და ალბათ პირველ სპენდს შეგვიძლია რომ გავცეთ პასუხი. ორ ვარიანტს განვიხილავთ, ანუ ერთი არის რომ ყველას ვინც იქნება 45 წლის ასაკს ქვევით, კონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს. როგორც აღნიშნე, ადამიანს უნდა კონდეს დაახლოებით 20-25 წლის დაგროვების გამოცდილება, შენატანების განხორციელების გამოცდილება იმისათვის, რომ მიიღოს რაღაც საგრძნობი ეფექტი. თუმცა შეიძლება რომ ჩვენ ეს ზღვარი გავზარდოთ თქვა 50 წლამდე და ის ადამიანები, ვინც თქვა მხოლოდ 10 წელი დააგროვებენ, მათ გამოტანის სხვა წინაპირობები დაუწესოთ. მაგალითად, ადამიანი, რომელიც 25 წელი აგროვებს, მას გამოტანა ერთბაშად არ შეიძლება. სამ საპენსიო აქტივების გამოტანა მოხდება სიცოცხლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მაშინ თქვათ მომავალში რაც იქნება საშუალო პენსიონერის სიცოცხლის ხანგრძლივობა, თუ ეს იქნება 20 წელი, დაგროვებულ თანხას 20 წლის განმავლობაში გამოიტანს. ხოლო თუ ვინც 10 წელი დააგროვებს მხოლოდ, მას ექნება საშუალება 3-4 წლის მანძილზე გამოიტანოს ეს თანხა. ამიტომაც გვინდა რომ მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 4 წელი ექნება ეს შეღავათი და ანუ გამოიტანს თავის აქტივებს, მე ვფიქრობ, გვინდა რომ მაქსიმალურად მოვიცვათ მოსახლეობის სასაკობრივი ჯგუფები და ამიტომაც შეიძლება რომ 50 წლიანი ზღვარი დავაწესოთ ვიდრე 45-იანი. და მციას იყო ახალგაზრდა რა ასაკიდან შეიძლება რომ ჩაერთოს 45-ს ქვევით 45-ს ან 50-ს ქვევით დიახნების მიმოქალა. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ ძიძიკაშვილი და ჩვენ საუბრობდით ძალიან მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელიც გულისხმობს საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში და ალბათ ეს არ იქნება პირველი ესეთი შეხვედრა, რადგან ძალიან მალე ალბათ მთავრობა განიხილავს და პარლამენტი ბევრი დეტალი გახდება ცნობილი და თუმცა დღეს ჩვენ გემშვიდობებით და ერთმანეთს შევხვდებით ხვალ ახალი თემებით და ახალი სტუმრით დროებით.